მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო და რადიო მაყურებლებო. მიყვარს, როდესაც ტრადიციული ხუთშაბათი მაქვს და არ ვარ ხოლმე ტრადიციას, როდესაც ძალიან ლამაზი და ჭკვიანი, წარმატებული, კარგად მოსაუბრე, მოტივატორი ქალბატონი მყავს სტუმრად. ასეთი არის დღევანდელი ჩემი სტუმარი თამუნა გომართელი, რომელსაც იმდენი რეგალია აქვს, რომ დავიწყო დღეს ჟურნალისტი, ტელეწამყვანი, პროდიუსერი, მოდელი, მომღერალი, სადგამაჩერებ მაინტერესებს. შვილი, ცოლი, მეგობარი. და მეგობარი მართლა უნიკალური და ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედი და გაგვიფერადე. თავად მადლობა იმისთვის რომ მომიწვიე ჩემთვის საყვარელ რადიო ეთერში, ჩემს საყვარელ გადაცემაში, ჩემ მეგობართან. ძალიან მიხარია რომ შეგვიძლია ესე მონდანტრებულად გულახდილად ყველაფერზე ვისაუბროთ და თან ჩვენი რადოზით გულახდილად ეგეც ჩაგეკითხები. ნუ მე ხო იცი რომ არ შემოვალ იმ დოზის გულახდილობაში, რაზეც შენ ვერ ისაუბრებ და ვიცი მე შენთან საზღვრები, რომელიც არ გვაქვს, ამიტომ ამაშია საქმე. თამუნა, როგორ ახარ? წინვალეთ, იმიტომ რომ მოდის ჩემი სეზონი, მოდის ზაფხული, მზე მათბობს, მანათებს და მეც ვარ იდეალურად. აი, არ არსებობს მიზეზი, რაც შეიძლება ხასიათს მიფუჭებდეს. ამინდი გაყენებს კარგ ხასიათზე, მიეკუთვნები ამ კატეგორიას. აბსოლუტურად განსაზღვრავს ჩემ განწყობას. მართლა თამუ? თვალის ფერსაც კი არა თუ განწყობას. ხო. ჩემთვის მზე და ზაფხული არის მაცოცხლებელი პერიოდი. აი, ზამთარში არ ხარ ხოლმე ხასიათზე და აი ძალით ხდება. ხასიათზე არა, იმიტომ რომ დეპრესიისადმი მიდრეკილი არ ვარ, იმიტომ რომ სულ ისეთ მაღალ ენერგეტიკულ ვიბრაციაზე ვარ და სიხშირეზე. მაგრამ აი ყვავილი რო ცოტა სიცივეში მოიწყენს და წყალი და ხელოვნური გათბობა რო უნდა. აჰა, გასაგებია. აი ისეთი. ხელოვნურ გათბობას არ მოგაკლებს ჩემი მეგობარი, ვიცი ხა მე მისი ამბავი და ამიტომ ხარ ესე იგი კარგ განწყობაზე ზამთარში. საერთოდ ამბობენ ქალი როცა ყვავის ეს არის მეუღლის დამსახურებაო და მე მოყვები ლოგიკაში, ანუ დაგასწარი, ვიცოდი რომ მაგას იტყოდი და დაგასწარი. ეგრეა თამო ეთანხმები ამ ყველაფერს თუ იცი რა არის? ისეთი მაგრები ვართ რომ მარტო შეგვიძლია ყველაფერი თუ არ არის ეგრე. ჩვენ რომ მაგრები ვართ, ეს არის ცალკე მოცემულობა. და ეხლა გადავიდეთ მეორე ნაწილზე ამ მოცემულობის. ერთი ხო არ არის, ორი კომპონენტისგან შედგება. ჩემი ხანგრძლივი 20 წლიანი დაკვირვებიდან გამომდინარე, წარმოგიდგენია როგორ გარბის დრო. ხო. ქალის ბედნიერების საზომი არის ის მამაკაცი, რომელიც არის მისი პატრონი. ის ვინც ზრუნავს შენზე, ზუსტად იქიდან გამომდინარე ხარ. კარგი და იდეალური. რა იყო დედიკო? აი ნახე, ეს არ არის შემთხვევითი. შეხედე, ამაზე უფრო დიდი ბედნიერება ხარ ბავშვთან, ბავშვი მოვიდა შენთან. რა უნდა ყოფილიყო თუ არა, ეხლა ვლაპარაკობდი ციცოცხლის აზრზე და ბედნიერებაზე და ჰარმონიაზე, მზეზე, სინათლეზე და სითბოზე. და შემოვიდა ეს სასწაული არსება. მზე, ხო? მზე, რომელიც შენ არ გინახავს და ახლა ნახე. ხო და ეხლა ისე მინდა რომ ეთერში რო არ ვიყოთ, ჩავეხუტებოდი და ძალიან უსაქციელოდ მოვიქცეოდი, მაგრამ თავს ვიკავე. თამუნა, ვიცი რომ შენი ეს 20 წლიანი თანაცხოვრება მართლა სანიმუშო არის ჩვენთვისაც მეგობრებისთვის. ძალიან ბევრის მოტივაცია არის. ძალიან ბევრმა არ იცის რომ შენ ამდენ წლიან ქორწინებაში ხარ. აი რაღაცნაირად ხარ, თან მოგზალებული ხარ, თან დამალული ხარ, თან ყოველთვის ღია ხარ. რანაირად ახერხებთ ამ ყველაფერს? ორმა ძალიან საინტერესო ადამიანმა, ოღონდ ამას ვამბობ გადაჭარბებით არა, არც ჰიპერბოლიზებულად, არც იმიტომ რომ ეგო მაქვს იმაზე არა მეტი და არაადეკვატური ვიდრე აი, დედიკო. მიდი შენს მეგობართან სამი გოჭი უნდა განახოს, გაგაგიჟოს და მე ისევ ჩვენთან მოდი. სამი გოჭი უყვარს ამას. კი. ეხლა მოგიყვები სამი გოჭის ზღაპარს, დედიკოს უთხრა პასუხი კითხვაზე. მიდი დედიკო, მიდი შენ გაცუნცულდი იქით ოთახში და მეც ეხლავე. და აი ორმა ესეთმა ადამიანმა ძალიან საინტერესო, მრავალკომპონენტიანმა და ამოუწურავმა ადამიანმა იპოვა ერთმანეთი. მე საერთოდ მჯერა ერთი მარტივი ჭეშმარიტების და ეს არის კანონზომიერება, რომელზეც დგას სამყარო და ჩვენი ცხოვრების ჰარმონია. ყველას თავისი ნახევარი ყავს სამყაროში. ოღონდ არავინ იცის სად. ბევრის ცხოვრება და უმეტესობის ისე მთავრდება, რომ ისინი ფიზიკურად, ლოკაციურად ვერ პოულობენ ერთმანეთს. როგორ უნდა იგრძნო მაშინ მითხარი რომ ეს ის არის. იქნებ მე მგონია რომ ეს ის არის და არ არის ეს ყველაფერი ის. ის შეგრძნება, როგორ რომელსაც აუცილებლად იგრძნობ ისე, რომ გადამოწმება არ დაჭირდება. მართლა? კი. აი ეს იმპულსი მე მქონდა გაცნობის პირველი წამიდანვე. მართლა თამუნა. მართლა ასე იყო. ნახე და მიხვდი რომ და მეცაც გეტყვით, დღეს მე ის ბევრად უფრო სხვანაირად ძლიერად და მრავალფეროვნად, მრავალსეგმენტურად და მრავალჰიპოსტასურად მიყვარს ვიდრე 20 წლის წინ.
მაშინ უბრალოდ აჟიტირება იყო, ხო არსებობს სულების ერთობა, გულების ერთობა, სხეულების ერთობა, ეხა აქ სიღრმეში არ წავალ. კი ბატონო. დღეს ამას სხვა ფორმა აქვს, აი დაღვინებული, დამაჭრებული, სხვანაირად ტკბილი, შესწავლილი ერთმანეთის ყველაფერი, ხო, თამუნა? აი პულსი, სეხელის ხელი გვიდევსო, მაჯაზეო გამოთქმა რო არის. ზუსტად ესეა ერთი შეხედვა და ზუსტად ვიცით, როდის, სად, როგორ, რას ვგრძნობ, რა მინდა, რას არ ვამბობ, რას ვმალავ, პირიქით რა მინდა რომ ვთქვა და ვერ ვამბობ. ყველაფერი არის გაცხადებულად გარკვეული ჩვენ შორის. ძალიან მართლა გადაჭარბების გარეშე ვამბობ, რომ მართლა რაღაცნაირი მაგალითი ხარ ამ ურთიერთობის ხართ ორივე ერთად. მიხარია თუ ასე. ცოლქმრობის, აი რაღაცნა იდეალურს, აი ამ სიტყვას სულ ვერ იდები, კარგია რომ ერიდები. მაგრამ აი მიახლოებულს იდეალურთან, აი წყვილთან პირდაპირ მახსენდებით, იმიტომ რომ რაღაცნაირად ძალიან მყარი ერთობა გაქვს, ძალიან ერთნაირები ხართ. არავინ იფიქროს, რომ იავარდით მოფენილი გზა გქონდა და არ ყოფილა პრობლემები, არ ყოფილა კრიზისული პერიოდები. ხო ვიცით, წყვილის ურთიერთობაში 7 წელი და ასე შემდეგ. ნამდვილად ასეა ეს ყველაფერი, აუცილებლად საკუთარ მაგალითზე გამოვცადე. დაბეჯითებით გეტყვით, რომ ეს ასეა, როგორც 2-ჯერ 2-4. და საკმაოდ დიდი ბრძოლები საკუთარ თავთანაც, ერთმანეთთანაც, ჭიდაობა, ჯახი, თან რაც უფრო საინტერესოები არიან, მოდი ესე ვიტყვი, ადამიანები, მრავალმხრივები, მით უფრო დიდია ეს ჯახი ხოლმე. ხო და აი იმას რო დაძლევ, აი ის არის ნირვანა და ასტრალი. და მაგ ასტრალში მე სიმართლე რო გითხრა, როგორც ქალი გავედი, სადღაც 5 წელია მეტი არ გეგონოს. მართლა თამუნა. აი მე პირადად ჩემთვის ხარ ნახე რის არ შემაქო. აი არ გაქე. ძალიან რთული. რა ვისწავლე ახლა მე ძალიან უსაქციელოა. აი სხვათა შორის ეგ მაინტერესებს, რომ რაღაცა მგონია რომ ახო ძალიან მსუბუქია და შენი ამ ქარცეცხლით ერთმანეთს აბალანსებ თუ ეს უბრალოდ მე მეჩვენება. ერთადერთი რაც თქვენგან ვისწავლე, აი მაშინ, როცა გავიცანი, შენთან მე წლებია ვმეგობრობ და როცა შენი მეუღლე გავიცანი და მასთან მეგობრობა დავიწყე. აი მივხვდი ერთ რამეს, რომ თქვენი ჰარმონიის მთავარი ფუნდამენტი არის თავისუფლება. ზუსტად. ეგ არის. აი ვამბობ რომ გენიოსია, ჩემი მეგობარი და აი ეხა დაამტკიცა რომ გენიოსია. ამას ბევრი ვერ ხვდება. ჩვენი მყარი ურთიერთობის და ღრმა ფესვებიანი სიყვარულის მთავარი ფუნდამენტი არის თავისუფლება, რომელსაც ერთმანეთს ვაძლევთ. როგორ მიხვედით აქამდე? შენი მეგობარი არის ფსიქოლოგი. მასების ფსიქოლოგია აქვს დამთავრებული. აბა ფეხბურთელებთან ურთიერთობა მარტივი არ არის, ფსიქოლოგი თუ არ ხარ. და ცოლად ყავს ქალი, რომელშიც არის 5 სხვადასხვა ადამიანი. ხო, ერთად ჩაბუდებული. მე თვითონაც ვერ გავიცანი ჩემი თავი ბოლომდე და წარმოვიდგენე რამდენად რთულია პარტნიორისთვის. ეს ვიგულისხმობ, როცა გითხარი რომ არ ვარ მარტივი თქო. პირიქით, ძალიან რთული ვარ. ხო და ფსიქოლოგის დიპლომა არა და უნარებმა შეაძლებინა ამ თავისუფლების მოცემა. პასუხს გავცემ კითხვას. მარტივი არ ხარ შეიძლება, ეხა მარტივი არც მე ვარ, ყველას შეიძლება ძალიან ისეთი მსუბუქი ხასიათის გონი ვარ, მაგრამ მეც არა ვარ მარტივი და არ მიფიქრია რომ მარტივი ხარ. თუმცა ძალიან გვერდში მდგომი და მომთმენი ხარ მეგობრებისთვის და ეს უნარი ზუსტად ვიცი რომ მასთანაც გექნება. არის ეს მოდი სიმართლე ვთქვათ და ის უფრო მომთმენია წყვილის ურთიერთობაში, როგორც მეუღლე. მე უფრო დამთმობი და მიმტევებელი ვარ მეგობრებში. მიმტევებელი ვარ მიმტევებელი, კი ნებისმიერი რამის მიმტევებელი. ჩემ მეგობრებს რო არ ცალიათ ჩემთვის თვეობით და წლობით, ძვირფასო მეგობრებო, მე ამის პატიება შემიძლია. უდიდესი საბუთები აქვს. ხო, ისეც არ პატიობა, ბრმად. ასეც არის, კი, მაგრამ ჩემ ჰუმანურობასაც ნუ გამოურიცხავ. რაც შეეხება მეუღლეებს შორის დათმობის კოეფიციენტს, უნდა ვთქვა სიმართლე, არ მაპატიებს ჩემი საკუთარი თავი, რომ მოვიტყო ის ბევრად დამთმობია. მას შეუძლია ბევრად მეტ კომპრომისზე წასვლა, მას შეუძლია ბევრად მეტის გაღება ვიდრე მოთხოვნა, ვიდრე მე. ეთყობა რომ მას აქვს ეს ყველაფერი, მაგრამ ესეც ალბათ ერთმანეთის ხასიათის შეცნობის მერე მოდის, როგორ გიღირს დათმობა თუ რაღაცა ცუდი სიტყვა, მაგრამ აი რამდენად ღირებულია ის ადამიანი შენთვის. აქეთ რამდენსაც გითმობს მე რაღაც ვალდებულება გაქვს, რომ შენც მუდმივად იქი დაუყავ. ალბათ ესენი ურთიერთობის აი ამდენწლიანი ურთიერთობის ზოგადად ის უფრო ჰუმანური ადამიანია, ამასაც ვიტყვი, ჩემზე ბევრად კეთილია.
აი სანამ გულწრფელობის წუთები მაქვს მოვასწროთ. ნეტა თორე მუსე შევა გადავიფიქრო. მუსე რაც გადაიხადე ყველაფერი ვათქმევინე. ჩემზე ბევრად კეთილია, ბევრად მიმტევებელია, ბევრად ჰუმანურია. ეგეთია. კი. ხო ნამდვილად ესეთია. ეგეთია, მე არ ვარ ეგეთი კეთი. საიმედოა. აი საიმედო. ნებისმიერი დღე-ღამის და განმავლობაში სტაბილური. მე არასტაბილური ვარ. აი რაში აი ყველაფერში. აი შეიძლება არ იყოს აი ხასიათი. დილა შეიძლება რომ გავიხვიძო და ვაპირებდეთ რომ გავიდეთ, თქვა შაბათ-კვირაა და გვინდა რომ გარეთ ვისაუზმოთ და მე უცებ გადავფიქრო და მომინდა სახლში ერბო კვერცხის აღარ გაკეთება. მოგინდეს გარეთ თქვათ გასვლა. მინდა წასვლა კინოში, მე გადავიფიქრე ბოლო წამს უკვე როცა ის ჩაცმულია და მომინდება აი ღამის კლუბში წასვლა და ასე შემდეგ და ასე და შემდეგ. მოყვება ყველგან. აუცილებლად იმაზეც კი დამთანხმდა ბოლო პერიოდის ყველაზე დიდი მსხვერპლი რაც გაიღო უნდა ვაღიარო არის რომ მისი პროფესიის ადამიანმა დამითმო უპირობოდ და დავის გარეშე თავისი სამუშაო ოთახი კაბინეტი რომელიც მე მოვიწყე როგორც ჩემი რა საგარდერობო გასაგებია, როგორც სამუშაო ოთახიც კი არა, როგორც ხო ხვდები რაშია გასაგებია. კი ბატონო, თავის ხელით მომიწყო, თვითონ მომიწესრიგა და თვითონ ყბება აი ამ ბედნიერებით, რომელიც ჩემთვის მოაწყო. და მან და კარგა სამუშაო. მისთვის შენი სიხარული არის ყველაფერზე მაღალი და ყველაფერს განსაზღვრელი და ეს ძალიან მაგარი არის. კი, გამიმართლა. მოკეთ დღეს ვლაპარაკობთ მარტო ჩემზე როგორც ცოულს. იცი რა არის, რაღაცნაირად არის ის ბევრმა და სულ მინდოდა რომ აი ეს რაღაცნაირად ამ კუთხით დაგვეწყო, იმიტომ რომ თქვენი ურთიერთობა მართლა ისეთი ვიწრო წრისთვის არის, ესე მგონია, ცნობილი ის დეტალები მართლა სულ მშრება, იმიტომ რომ ძალიან ბევრისთვის მართლა შეიძლება мотиваცია იყოს ის, რასაც ახლა შენ საუბრობ. ეს თქვენი ამდენ ხნიანი ურთიერთობა, აი ესეთი ცოლქმრობა, რომელიც ძალიან იშვიათია და ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, ძალიან ბევრ ადამიანს ვნახულობ და ეს არის სულ ჩემს მეხსიერებაში და ჩემს თავში მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ შენ ამ საუბრის დროს გეტყობოდა, რომ შენ მისი მეგობარი იყავი. ჯერ და მერე შენ. მომისმენე ვერ ვიტყო. მიკერძოებული. არ დამჭირდა მისი მეგობრობა. შენ ისე ხარ მისკენ. მობილიზებული გულწრფელობისკენ. თამუ შენი არ ვიცი ხარ რამდენად სწორად გამომივა ის რომ ესეთი შემდგარი ხარ როგორც მეუღლე ამდენ წლიან ქარტეხილებს გაუძელი და ასეთი სასიამოვნო საყურებელია თქვენი ურთიერთობა არის თუ არა ეს განსაზღვრული იქიდან რომ შენ თვითონ ყავს ოჯახი რაღაცნაირად ძალიან თბილი შენ გაიზარდე ძალიან მზრუნო და თბილგარემოში თქვენ სულ ასე აი ოჯახის წევრები ზუსტად ასეა ჩემი მშობლების სიყვარულზე დღემდე დადის ლეგენდები. ოღონდ პირდაპირ გაგებით. იმიტომ რომ დედა იყო პირველ კლასში, მამა იყო მეოთხეში, პირველი წერილი რო გაუგზავნა, სასიყვარულო ბარათი ან დღეს, ან არასოდესო. არ მიჩერდა. და დედამ ეს ბარათი დახია და ჩააგდო სკოლის ურნაში. და 18 წლის მერე სკოლის კლასის დამრიგებელმა ეს დახეული ბარათები, რომელიც მას ჩუმად ამოუღია ურნიდან, შეაერთა და ქორწილში წაიკითხა. აი ესეთი სიყვარულის ნაყოფი ვარ პირველი შვილი და უბრალოდ შეუძლებელია, მაშინ ანომალია უნდა ვიყო, რომ სხვანაირი ცხოვრების წესი მქონდეს. და ამით მე ძალიან ვამაყობ. შენს დასთან ურთიერთობაც. აი სულ იყო ეს ამბავი, რომ დედა შვილია თუ რა ხდება თუ ერთი ხარ, ანუ სადაც ის არის, შენ ხარ, სადაც მე მინახავს, მაშინ მე კარგად არ გიცნობდი შენ, მის მეგობრებთან მეგობრობდი და მე მინახავს, შენ თმის ღერი რო შეერხევა შენს დას რა გემართება. ისიც ასეა. ისიც ასეა. ჩვენ ვართ ერთი ორგანიზმი. რაც გვტკივა ერთი და იგივე ნერვით გვტკივა, რაც გვიხარია ერთი და იგივე ნერვით გვიხარია, საერთო გვაქვს ყველაფერი. ყველაფერი საერთო. დედა ყავს დღეს საერთო მამას გარდაცვალების მერე ეს ყველაზე დიდი საერთო რამ არის რაც გვაერთიანებს. ერთი სისხლი, ერთი ხორცი და ერთი დედაა, ჩვენი დედა-დედოფალი. რომელმაც უნდა იცოცხლოს 500 წელი. როგორ იქცევით, ეხა ეგ კიდე ცალკე ურთიერთობა, თქვენი ურთიერთობა, თქვენი აი ეს საოჯახო რაღაცა კლანი და ეს სითბო უდიდესი. აი ხა დედა ახსენე და ის რომ ჩვენ მობილიზებულები ვართ ყოველთვის, ვისაც ჭირდება და ხმარება, ყველანი ვართ მის ნავში.
მის გარშემო, მასთან კედლად. ის არის ჩვენი ნაძვისხე. აი ახლა დედას აქვს თავისი კლასიკური მუსიკის ეროვნული კონკურსი, რომელიც გალა კონცერტით გვირგვინდება კონსერვატორიის დიდ დარბაზში კვირას 27 აპრილს. ის იყო ჟიურსწრები, დედა მოგეხსენებათ, პიანისტია, მუსიკოსია და ყველანი ვართ მობილიზებული, იმიტომ რომ დედას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც არის მთელი წლის მუშაობის მისი როგორც პროფესიონალის შედეგი. და ამიტომ ჩვენ ვიცით, რომ ეს დღე უნდა შედგეს. კი, ზუსტად. როგორია სამზადისი ამ ყველაფრისთვის? დედა არის თავის კოლეგებთან ერთად იმ საქმეში, იმ პროფესიაში, იმ სპეციალობაში და იმ გუნდში, რომელიც არის მისი ჟანგბადი, მისი სასიცოცხლო წყარო, მისი ჰაერი და მისი მთავარი ცხოვრების შორიდან უბრალოდ ჰაერს აწვდით. ჩვენ ვეხმარებით, სრული მობილიზება გვაქვს, კონსერვატორიაში დავესწრებით მის მთავარ ღონისძიებას და ჩვენი მეგობრებიც, ჩემი კოლეგებიც მაქსიმალურად ჩართულები იქნებიან კადრს მიღმა თუ კადრში. დარწმუნებული ვარ ამაში. შენი სამეგობრო ეხა ბევრჯერ ვახსენე შენი მეგობრები და უნდა ვთქვათ, შენი დამოკიდებულება მეგობრებთან. აი ახლა გეტყვი, დღეს გულწრფელობის, არ ვიცი, ნახევარი საათი გვაქვს ალბათ უკვე რაც გავიდათ, რომ თუ არ ვიცი რა დადის ისე ვარ მოდუსხული, რომ ვითომ პირველად გნახე. ხო და იმიტომ რომ მოგენატრე. კი. ხო და უნდა ვთქვა კიდე ერთი გულწრფელი რამ, რაც აქამდე არასოდეს მithქვამს. ძალიან ბედნიერი ვარ ჩემი სამეგობროთი, რომელიც დღეს მყავს. და ვაფასებ იმ წარსულს, რომელიც დავტოვე ჩემ მეგობრებთან ერთად ცხოვრების რაღაც გარკვეულ ეტაპამდე. მაგრამ ისიც უნდა ვთქვა, რომ რაღაც ასაკის მერე სამეგობრო წრე ცირდება. მიუხედავად იმისა, რომ სანაცნობო და საახლობლო წრე 1/10 იზრდება. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ყურადსაღები, თითქოს კაზუსი ვიღაცისთვის, მაგრამ რეალურად ჭეშმარიტება, რომელიც პრაქტიკაში რო არ გამომეცადა და ეს თეორიულად ვინმე ჩემთვის ეთქვა, ოდესღაც ხო, ბავშვები რო ვიყავით. ეს დავიჯერებდი. კი, მეც ნახე, რაც უფრო თვითკმარი ხდები და რაც უფრო ფართოვდება შენი სამეგობრო, სანაცნობო, საახლობლო არეალი, მით უფრო მცირდება სამეგობრო წრე. და ყველაზე საშიშიო, იცი რომელი ქალი არისო, რომელსაც ძალიან ცოტა მეგობარი ყავსო და რომელსაც შეუძლია მარტო შევიდეს რესტორანში და ივახშმოს. ხო გაგიგია ეგ სიბრძნე? არ გამიგია და რამხელა სიბრძნეა მართლა. მე მეცაც გეტყვი, მე მარტო შემიძლია წავიდე საზღვარგარეთ. კუნძულზე ვიყავი მარტო. და არავის არ ჯერა რანაირად, არავის ჯერა ამ წუთამდე, რომ ენამდვილად ეს გავაკეთე. შესაბამისად იმასაც შევეგო, რომ ჩემი სამეგობრო წრე ძალიან შემცირდა, ძალიან შევიწროვდა, მაგრამ ამას ვიღებ მადლიერებით სამყაროსგან, ისევე როგორც ყოველ დღეს, რომელიც მithენდება. თამუნა საწტოვებ ამ მეგობრებს რაღაცა კონფლიქტში შენთან მოუსვლელობაში უბრალოდ მდუმარებაში და წასვლაში როგორ ტოვებ მეგობრებს მანამდე ხარ არამიმღებლობის მიუღებლობის ფაზაში როცა გრჩება ემოცია ან დადებითი ან უარყოფითი როდესაც თავისუფლდები ემოციური ფონისგან და ეს არის მოცემულობა და არავისთან არ ხარ კონფლიქტში და აგრესიის ნული ნატამალიც კი აღარ არის შენში, აი მაშინ ხარ სრულ ჰარმონიაში. ის იყო ეტაპი, რომელიც დასრულდა, დაიწყო ახალი ეტაპი, რომელიც ასევე დასრულდება და მოიტანს მესამე ეტაპს, რომელიც კიდევ უფრო კარდინალურად განსხვავებული იქნება, ვიდრე წინამორბედი 2. აი ეს არის ცხოვრება. რაღაც ასაკში ძალიან მტკივნეულია და ძალიან განიცდიან და მე მინდა რომ ახლა ვუთხრათ იმ ასაკის გოგო ბიჭებს, რომლებიც ძალიან განიცდიან ამ ინერვიულოთ არაფერზე. არ იღელვოთ არაფერზე, რასაც ცხოვრება მოიტანს ან წაიღებს. იმიტომ რომ აუცილებლად გავა გარკვეული პერიოდი, ყველასთან ინდივიდუალურია, ზოგთან შეიძლება 1 დღე, ზოგთან შეიძლება 10 წელი. და თქვენ მიხვდებით, რომ ის ყველაფერი, რაც ცხოვრებამ წაიღო და ის ყველაფერი, რაც ცხოვრებამ მოიტანა, იმ წუთში რომ ვერ ხვდებოდით და გეგონათ განსაცდელი. ეს იყო თქვენთვის საუკეთესო ვერსია, რაც შეიძლებოდა სამყაროს თქვენთვის მოეწ. თამუნა, აი ამ ყველაფრამდე როდის მიხვედი, შენ მითხარი, რომ აი ცოლქმრობის რაღაცა სიღრმეებამდე 5 წელი. აი ამ ეს ხო არის რომ შენ განთავისუფლო შენი თავი ნერვიულობა შფოთისგან ეს ძალიან დიდი რაღაცაა მე ძალიან ბევრი ვიმუშავე ჩემთან როგორ ეს იყო ძალიან ხანგრძლივი მედიტაციები იყო განმარტოვება საკუთარ თავთან იყო ძალიან დიდი დოზით ლიტერატურის კითხვა ვებინარებზე დასწრება სხვადასხვა ვორქშოპები ინტერნეტის მეშვეობით და არა აუცილებლად ძალიან ბევრი
ვიმუშავე ჩემ თავზე, რომ ყოფილიყავი ჩემი თავის საუკეთესო ვერსია და თამამად შემიძლია ვთქვა, ბოლოს 3 წელიწადია მე ამას მივახციე და ეს არის ყველაზე დიდი ბედნიერება, რაც შეიძლება ადამიანმა გააკეთოს. ბევრი გულისტკივილი გქონდა. აი ამ თემაზე მინდა რომ ამოვწუროთ, რომ მე რაღაცა კარგი მოდი არ დავარქვათ ამას გულისტკივილი, იმიტომ რომ არ იყო ეს გულისტკივილი. ეს იყო გამოცდილება, გაკვეთილები, რომელმაც მომიყვანა დღევანდელ თვითკბარობამდე. რო არ ყოფილიყო ის, არ იქნებოდა ეს. ამიტომ მადლობა ღმერთს, სამყაროს, განგებას იმისთვის, რომ ეს გზა გამოვიარე, სწორედაც რომელიც გამოვიარე და მოვედი დღევანდელ დღემდე. თამარ, მოდი გადავიდეთ, კარგი мотиваციაც მივცეთ ჩვენს მსმენელს და ძალიან მინდა რომ ეს კარგი კუთხითაც გადავიდეთ, იმიტომ რომ შენ კარიერაში ძალიან დიდი გზა გაქვს გავლილი. სულ ნაბიჯ-ნაბიჯ, სულ წარმატებისკენ, სულ ცვლილება შენი პროფესიების. აი, როგორ ხდება ეს ყველაფერი და ისიც მინდა ვუთხრათ ახალგაზრდებს, რომ პირველივე წამს, როდესაც შენ ამთავრებ სკოლას თუ არ იცი, ვინ უნდა გამოხვიდე, რა პროფესიის ან სად უნდა ჩააბარო, ის ყველაფერი ტრაგედია არ არის და ამ ყველაფერში თვითგამორკვევის პროცესი არის ძალიან საინტერესო. ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება მოხდეს ცხოვრების. მე ვიცნობ ადამიანებს, ვინც აღმოაჩინა თავისი რეალური პროფესია, აი აქედან გამოძახილი, საკმაოდ ზრდასრულ ასაკში. მაშინ, როდესაც სწავლის პერიოდი, პროცესი დასრულებული ქონდა. მე ძალიან ვამაყობ ჩემი გავლილი გზით ჩემ პროფესიაში. იცი რატო? შენ ეს იცი, მაგრამ ვინც არ იცის, ეს საქმიანობა, რასაც დღეს ჩემი პროფესია და კარიერა ქვია, არ არის კარიერა და პროფესია. ეს არის ჩემი ცხოვრების განუყრელი, ხო რა? განუყრელიც არ ქვია. ჩემი იდენტობის ნაწილია. განუყრელი ნაწილი არის აქსესუარი, რომელსაც არ იხსნი, ან იშვიათად იხსნი, მაგრამ შენი იდენტობის ნაწილი როცა არის, როგორც შენი კანი, რომელიც გეკრის, შენი თვალები, რომლითაც ხედავ სამყაროს, სმენა, რომლითაც იგებ ამას, რასაც იგებ. ეს ის არის, რაშიც მე უნდა ყოფილიყავი და ძალიან გამიმართლა, რომ პირველი კურსიდან ჩემი თავი დავინახე ზუსტად იმ პროფესიაში, რომელშიც ვარ 16 წლიდან და წელს მე 47 წელი მისრულდება. 21 მათემატიკაში არ ვარ ძლიერ დამეხმარე. ყველაფერში ძლიერი ხარ და ისე გისმე გატრუნული 20 რამდენი წელი. ხარ ამ ყველაფერში. ეს არის ის, რის გარეშეც უბრალოდ მე ჟანგბადი და წყალი წამერთმეოდა. ისევ გრძნობ, როგორც ჩემ თავს, როგორც ერთადერთ ყველაზე საიმედო, სანდო, ყველაზე რეალურ გარემოში, რომელიც მაცოცხლებს. გუნდი მუშაობის დროს ყველაზე მნიშვნელოვანია. მით უფრო როცა ძალიან ვითარდები და შენი კარიერის რაღაც მწვერვალზე ადიხარ, იქ უკვე ძალიან ისეთი მოთხოვნებიც გაქვს, რაც შეიძლება არ უნდა გქონდეს, მაგრამ უკვე ვეღარ პატიობ ადამიანებს. ეხლა გეტყვი მაგის პასუხს. გასაღები. აბა მითხარი. როდესაც ის გუნდი ხედავს, რომ შენ თავს უფრო მეტს თხოვ, გინდა დროის, გინდა ენერგორესურსის, გინდა თლიანად შენი მენტალური ჩართულობის თვალსაზრისით, ის უკვე მოცემულობად იღებს იმას, რასაც შენ მათ თხოვ. შენ თავს უფრო მეტი უნდა მოთხოვო და გუნდი ამას როდესაც ხედავს, შენ იღებ იმ შედეგს, რა შედეგსაც ვიღებთ. როგორია შენთან მუშაობა? რთულია? რთულია. მომთხოვნი ხარ თამუნა, იმიტომ რომ შენ ხარ არანორმალურად პუნქტუალური და შენი შრომის მოყვარეობის შესახებ ლეგენდები და ის დროს შეგიძლია სული მუშაო. კი ბატონო, მე შემიძლია გადაჭარბების გარეშე ამ სიტყვის ზუსტად პირდაპირი მნიშვნელობით 24 საათი ვიმუშაო გადაბმულად, ისე რომ არ მეძინებოდეს, ისე რომ არ მშიოდეს, სხვა არაფერზე ლაპარაკი აღარ არის და ყოფილა ესეთი შემთხვევებიც. და ყოველთვის ხშირად მეკითხებიან ხოლმე, ყოფილა ესეთ შემთხვევაში, ჩემ კოლეგებს უკითხავთ, რომ რანაირად არ იღლები? როდესაც გიყვარს, რასაც აკეთებ, ვერ იღლები, არ იღლები. უნდა მიაგნო იმას, რაც გიყვარს. უნდა მიაგნო იმას, რაც გიყვარს. მანამდე არ უნდა მოისვენო. იმას აკეთებ, რაც არ გიყვარს, 24 საათში 2 საათიც რო იმუშაო მოგბეზრდება. აუცილებლად დაიღლები. აუცილებლად მოგბეზრდება, აუცილებლად რაღაცა არ გამოგივა და ყოველთვის გექნება რაღაცა პიკის წერტილი, როდესაც შენ თავის შესაძლებლობებს ჩათვლი რო ამოწურე. სულ დისკომფორტი. აუცილებლად. წარმოგიდგენ, აი ეგ არის ჯოჯოხეთი და კოში. ჩემთვისაც. ხო და მე ძალიან გამიმართლა, რომ თუ ეგ ჯოჯოხეთია, მაშინ მე 64-ში ვარ და მადლობა ამ ქვეყნიური 64-ის. შენ თქვი რომ
ძალიან ამაყობ შენი გავლილი გზით და მე ეჭვიც არ მეპარება და იმიტომ რომ ყველა ეტაპი გავიარა. რაღაცები იყო, რასაც არ გააკეთებდი, რაღაც შეცდომები არის, რასაც აი ფიქრობ ახლა ამ გამოცდილებით, აი ამას არ გავაკეთებთ თუ ის შეცდომებიც მნიშვნელოვანი. ეხლა კიდე ერთ გულწრფელ პასუხს გაგცემ. აბსოლუტურად ყველა შეცდომას გავიმეორებდი, ოღონდ არა იმიტომ, რომ მე უშეცდომოდ მივლია. მხოლოდ იმიტომ, რომ თითოეულმა შეცდომამ მომიტანა კრიზისული პერიოდი, რომელმაც უდიდესი გამოცდილება მომცა, ძალიან ბევრი რამ მასწავლა და 1-2 კი არა, 100-ად გავიზარდე ჩემ თავზე. ამიტომ გავიმეორებდი იგივე გზას, იგივე შეცდომებით, იგივე კრიზისებით, რომ ყოფილიყავი იგივე ადგილას, რა ადგილასაც ვარ ახლა. და ისეთივე უნარებით და ჩვევებით და პროფესიონალიზმით, როგორითაც ვარ დღეს. და რა ენერგია მომეცი თუ ჩემს სმენელს ასე იქნება. სავსე ვარ, არა ხარ საკმარისი. საკუთარი თავის გჯეროდეთ, შენ მსმენელს მინდა რომ მიმართო და ჩემი საყვარელი რადიოს მსმენელს არასოდეს შეგეშინდეთ შეცდომების, იმიტომ რომ ყველა შეცდომა არის ჩვენი ყველაზე დიდი მასწავლებელი. შენს ყველა სიტყვაში შეიძლება ჩვენ ავიღოთ სანიმუშოდ. ნუ მაქებ ხა. ნამდვილად ფანტასტიკური რესპონდენტი ხარ. ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩემთან და ვიყავი გულწრფელი რაც აუცილებლად კიდევ ერთხელ გელოდები, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ბევრი სასაუბრო დაგვრჩა და დარწმუნებული ვარ ჩვენ სმენელსაც. მე შემდეგ 5 შაბათამდე გემშვიდობებით. თამარ გომართელი მყავდა სტუმრად მუსერიძისა.